თითოეული ადამიანი იბადება რაღაცა კონკრეტული დისბალანსით. რომელიც დისბალანსიც ერთგვარი სულის ევოლუციის პროგრამა არის და თითოეულ ადამიანს ევალება რაღაცა კარმული მისიის თვალსაზრისით, რაც ადამიანურ ენაზე განვითარებას ნიშნავს. პირადი ჰოროსკოპის კონსტატაციისას ვიღებთ პასუხებს კითხვაზე, რატომ ხდება ის, რაც ხდება და რას ითხოვს კონკრეტული მოვლენით სამყარო ადამიანისგან. საშუალება გვეძლევა ასტროლოგიური თვალსაზრისით განვიხილოთ და დეტალურად გავაანალიზოთ რა არის ადამიანის განვითარების კონკრეტული გზა, რომელიც არის ინდივიდუალური და ჰოროსკოპის კონსტატაციისას იღებთ ინფორმაციას, რა არის თქვენი კარმული მისია, კარმული დანიშნულება, რის ქმას ცდილობს თქვენგან სამყარო კონკრეტული მოცემულობებით, რა არის თქვენი პროფესიული წარმატების გზა, ფინანსური წარმატების გზა, ჯანმრთელობის პოტენციალი, სუსტი მხარეები და ძლიერი მხარეები, ფსიქოტიპი, ბავშვობის სტრესები და რეალურად ბავშვობის სტრესები დასემსახურება, რომელიც აქვს აბსოლუტურად ყველა ადამიანს დედამიწის ზურგზე და რომელიც ერთგვარი კარმული გამოცდილების პასუხი არის ადამიანის წინაინკარნაციული ცხოვრებებიდან გამომდინარე. პირადი ჰოროსკოპის კონსტატაციისას ასევე განვიხილოთ ურთიერთობებს, არიან ადამიანები, რომლებსაც ურთიერთობები მაგალითად პრობლემატურად მისდის. რატომ ხდება ეს თქვენ ცხოვრებაში და რა კარმა არის? როგორ შეგიძლიათ რომ გამოისყიდოთ და მართოთ თქვენი ენერგიები და ენერგეტიკული პოტენციალი იმისათვის, რომ ცხოვრება შეცვალოთ უკეთესობისკენ. ასევე პირადი ჰოროსკოპის კონსტატაციისას განვიხილოთ შვილების საკითხს, რა კარმული ვალებით არიან მოსულები ჩვენი შვილები და უშუალოდ შეთავსების თვალსაზრისით, რომელი კარმული მიდგომები იქნება სწორი იმისათვის, რომ მათი ენერგიები და ცხოვრება მართოთ სასიყვარული და ასევე ურთიერთობები იყოს მათთან ჰარმონიული. ასევე პროგნოზი, პირადი პროგნოზი განიხილავს ყველა ზემოთ აღნიშნული სფეროს პირად წლის პროგნოზს, ადამიანის კონკრეტულ ძლიერ მხარეებს, სუსტ მხარეებს, წლის აქცენტირებულ თემებს, როდის უნდა იყოთ ფრთხილად და როდის უნდა გააქტიურდეს პირიქით იმისათვის, რომ ნებისმიერ სფეროში თქვენი ცხოვრების მიიღოთ სასურველი შედეგი.